მოკლედ მთელი ქვეყანა ღარიბაშვილის წერილზე საუბრობს და ღარიბაშვილის გარშემოა მოკლედ ამბავი ატეხილი და რაშინაარსის წერილი გამოაგზავნა ხო ღარიბაშვილმა ამ წერილიდან ირკვევა რომ თითქოს ღარიბაშვილს რაღაცებს აბრალებენ და ისეთი რაღაცების აღიარებას თხოვენ რაც ბუნებაში არ ყოფილა და ასევე მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე არის საუბარი ხო რატომ დასჭირდა ღარიბაშვილს ამ წერილის დაწერა აი ამასთან დაკავშირებით ჩემს სუბიექტურ აზრს მოგახსენებთ აქამდე ღარიბაშვილი თანამშრომლობდა პროკურატურასთან და ყველაფერზე თანახმა იყო და ყველაფერში ეთანხმებოდა პროკურატურას აღიარებდა დანაშაულს ასევე ღარიბაშვილმა პრეტენზია არ გამოთქვა მაშინ როცა მისი სახელიდან ამოიღეს 7 მილიონი ლარი ძვირადღირებული საათები ძვირადღირებული ძვირფასეულობა დიდი რაოდენობით ძვირადღირებული მანქანები და ამ ყველაფერზე დაეთანხმა პროკურატურას იმაში რომ ეს ყველაფერი მის მფლობელობაში აღმოჩნდა ფულის გათეთრების და კორუფციის გზით ამას აღიარებდა ღარიბაშვილი და ეთანხმებოდა პროკურატურას რომ კიო ასიაო და პრობლემა არ ქონდა ძალიან ადვილად და მარტივად შეელია ამ ქონებას რომელიც მისგან ამოიღო სახელმწიფო ასევე მას პრობლემა არ ქონდა იმაზე რომ 5 წლით წასულიყო საპატიმროში და ძალიან მშვიდად შეეგო ამ ამბავს და წავიდა და დაჯდა უფრო მეტიც ყველაფერი აი ამ ყველაფრის ფონზე ამ ყველაფრის მიუხედავად მისი ოჯახის წევრები აქვეყნებდნენ ღია წერილებს სადაც მადლობას უხდიდნენ და მადლიერებას გამოთქვავდნენ ბიძინა ივანიშვილის მისამართით და უცებ აი ესე იგი აქვეყნებს ღარიბაშვილი წერილს სადაც აი თავდაყირა აყენებს ყველაფერს და იძახის რომ ივანიშვილიო რაღაცებს მაბრალებსო და რაღაცების აღიარებას მაიძულებსო რატომ მოხდა ეს ჩემი აზრით გამოძიება მიადგა იმ მთავარ სეიფს იმ ქონებას რომლის შენარჩუნების იმედიც ჰქონდა ღარიბაშვილს და სწორედ იმიტომ ყველაფერზე თანახმა იყო ღარიბაშვილი რომ ფიქრობდა რომ თუ კი ყველაფერზე დაეთანხმებოდა პროკურატურას და ითანამშრომლებდა მათთან და წინააღმდეგობას არ გაუწევდა აი ამ რაღაცების დათმობის ხარჯზე ღარიბაშვილს იმედი ჰქონდა რომ მთავარ ქონებას შეინარჩუნებდა და იმ მთავარ სეიფს აღარ მიადგებოდა გამოძიება და უღირდა რა თქმა უნდა პატიმრობაც და აი ამ წვრილმანი ქონების რა თქმა უნდა დათმობაც ხო წვრილმანი რა თქმა უნდა ბრჭყალებში წვრილმანი იმასთან შედარებით სინამდვილეში რაზეც მიდის საუბარი შესაბამისად გამტყუნდა არ გამართლდა ღარიბაშვილის ვარაუდი და როგორც უკვე აღნიშნე პროკურატურა მიადგა მთავარ სეიფს და დაინტერესდა მთავარი საკითხით და ქონებით და ფულით და სახსრებით და ასე შემდეგ რასაც უკვე ღარიბაშვილი ასე მარტივად ვეღარ თმობს და ვეღარ ელევა და გადაწყვიტა რომ გადავიდეს იქით შეტევაზე რომ თითქოს აი აბრალებენ არ ყოფილა და ასე შემდეგ აი ასე ვხედავ მე ამ ამბავს და მე პირადად დარწმუნებული ვარ რომ ასეც არის ეს ამბავი და არავის არაფრის დაბრალება არ ჭირდება რა ამ ქვეყანაში ყველა კარგად ხედავთ სინამდვილეში ყველაფერს რა და ხელის გულზედებს სინამდვილეში ყველაფერი და ძალიან ადვილი დასანახია მაგალითად პირადად ღარიბაშვილი და ღარიბაშვილის უახლოესი გარემოცვა რა პირობებში ცხოვრობდნენ იქამდე სანამ ღარიბაშვილი პრემიერი გახდებოდა რა ქონებას და რა ბიზნესებს ფლობდა ღარიბაშვილის უახლოესი გარემოცვა ის ადამიანები ვინც ღარიბაშვილის გაპრემიერების შემდეგ გახდნენ მილიონერები ბიზნესმენები და დიდძალი კაპიტალი დააგროვეს აი ეს ადამიანები რას წარმოადგენდნენ იქამდე სანამ ღარიბაშვილი გახდებოდა პრემიერი ან რა ქონება ჰქონდათ ან რა განსაკუთრებული უნარებით და ფულის შოვნის ნიჭით გამოირჩეოდნენ ეს ადამიანები და როგორ უცებ მერე მას შემდეგ რაც ღარიბაშვილი პრემიერი გახდა ამ ადამიანებს უცბად აღმოაჩნდათ რაღაცა განსაკუთრებული ნიჭი და უნარები ფულის შოვნის აი საინტერესოა როგორ ხდება ხოლმე ესე რა მოკლედ ეს ამბავი რასაც საუბრობ აი ხელის გულზედებს რა ვინ იყვნენ და ვინ არიან ღარიბაშვილის
გაპრემიერებამდე და პრემიერობის შემდეგ მისი უახლოესი გარემოცვა. და თუნდაც თვითონ პირადად, ხო? ასე რომ აქ იმაზე საუბარი რომ რაღაცას აბრალებენ ყარიბაშვილს და ისეთი რაღაცის აღიარებას თხოვენ, რაც ბუნებაში არ ყოფილა, რა თქმა უნდა არის სისულელე და მე პირადად არ მჯერა ამისი. დანარჩენი ვნახოთ რა სიტყვის ერთის მხრივ პროკურატურა და როგორ გაგრძელდება ეს თემა, საინტერესოა ბოლო ჯამში და რა ვიცი, დრო ყველაზე მთავარი მოსამართლე და მსაჯული არის დრო ყოველთვის ყველაფერს ნათელს გახდის ხოლმე და თავის ადგილზე დააყენებს ხოლმე ყველაფერს და ნახოთ რა იქნება, დაველოდოთ მოთმინებით, ეხა დაგემშვიდობებით და კარგად იყავით ყველაფერი კარგი და საუკეთესო თქვენ მეგობრებო.